ვა, სალამი მეგობრებო, ვერ დაგინახეთ. მოიწიეთ აქეთ ცოტა ნუგერიდებათ. რაღაცა მინდა რომ გითხრათ. წარმოგიდგენიათ მართლა ეგრე დებილურად რო ვიწყებდე ვიდეოებს. კაციშვილი ვერ დამაჯერებს იმ ფაქტს, რომ ცხოვრებაში ერთხელ ნებისმიერ ადამიანს არ ქონია სურვილი ყოფილიყო პოპულარული. ყველას გვინდა რომ ძალიან ცნობილები და ფულიანები და მაგრები ვიყოთ, ხო? ხო და დღეს 24 საათში ვაპირებ რომ გავხდე პოპულარული TikTok-ზე. TikTok-ი არის ერთ-ერთი უმარტივესი პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ რომ გახდეთ ცნობილი ძალიან მალე. მაგრამ მე ცოტა განსხვავებული მეთოდით ვაპირებ რომ მივიდგე ამ საკითხს. უყურეთ ვიდეოს არსი რა არის. უნდა გავაკეთო ყველაზე სისულელე არხი და უნდა ვეცადო რომ 10,000 ნახვაზე ავიდე სულ რაღაც ერთ დღეში 24 საათში. რაც რეალურად შეიძლება წარმოუდგენელი იყოს. გააჩნია თუ გამივარდა ვიდეო ამ შემთხვევაში მარტივი იქნება და ვიდეოს გავარდნის შანსები იზრდება, როდესაც კატასტროფულ სისულელეებს დებ. ან ნეგატიური უნდა იყოს, ან ძალიან სისულელე უნდა თქვა, ან რაიმე მსგავსი უნდა ხდებოდეს ვიდეოში და ერთი სისულელე მგონი უკვე გავაკეთეთ. აქ ისაქმებთ, თორე პოლიცია დაგიჭერთ. ჩემი სახის გამოჩენას არ ვაპირებ. მორცხვი ბიჭი ვარ ვითომ და არ ვაჩენ სახის. და ვნახოთ 24 საათში თუ მოვახერხებ რომ ჯამში ჩემი ვიდეოები ან 10,000 ნახვას უნდა გადაცდეს, ან 50 გამომწერს უნდა გადავწდე, ან 300 ლაიქს უნდა გადავწდე ყველა ვიდეოთი. აი, რაღაც ველოდებით დავიწყოთ ახლა მთლიანი გეგმა. უკვე იცით რომ TikTok-ზე მეტნაკლებად ნორმალური გამომწერების რაოდენობა მყავს და ამით რის თქმას ვცდილობ. ჩემი სახე რო გამოჩნდეს და ჩემი ხმა რო გამოჩნდეს და ჩემი სახელი და გვარი რო გამოჩნდეს, იქნება ასე ვთქვათ არასამართლიანი, ხო? შესაბამისად არ მინდა რომ არანაირად ჩაწყობილი იყოს. ამიტომ პირველ რიგში მალავთ სახეს. თქმები კატასტროფულად მექნება, ეხლა დარწმუნებული ვარ, მაგრამ მე გარავხსნით. მაღაზიებში შევიარე, ვიფიქრებ, ნიღაბს ვიყიდი, იმიტომ რომ რაღაც სახე დამალო როგორმე და მჭირდებოდა ნიღაბი, რომ არავის არ ცოდნოდა ეხლა ვინ იღებს, ვინ არის. რომ არ დამაბრაოთ რამე და ეგა დამავიწყდაო ნიღაბი არ მქონდა. ამის გამო შევიდი მაღაზიაში ნიღბის საყიდვად. მაგრამ მაღაზიაში არ იყო ნიღაბი და ბოლოს გამახსენდა ტემუდან მაგ გამოწერილი სასრიალო ნიღაბი და მაგას გამოვიყენებ ვიდეოში. მაგრამ სახეს რო დამალავ რა კონტენტს აწყობ. კარგი ვიდეოს იდეები მომაფიქრდა ჰაერზე, ანუ ვაპირებ რომ ცნობილი ტექსტები წავიკითხო ასე ვთქვათ რა. ანუ მაგარი იქნება იდეაში დამიჯერეთ მენდეთ. ან საერთოდ რა სახელი უნდა გქონდეს? ჩემი სახელი უნდა იყოს ახლო ჩემ ნამდვილ სახელთან, მაგრამ ამავდროულად ისეთი რომ ვერავინ მიხვდება. მე ვაპირებ რომ დავიწერო ნავი. თუ გაშიფრავთ რატო დავიწერე ნავი ივანმა, დაწერეთ კომენტარებში. მე კონტენტის ფიქრის თავი არ მქონდა. ამიტომ ყველაზე მარტივად, რაც მომაფიქრდა ჰაერზე, ის ავირჩია. და ეს იყო ფაქტობრივად ციტატების აღება, ბოხი ხმით თქმა და ამის ვიდეო დადება. პოპულარული ქართველი მოღვაწეების, არა მხოლოდ ქართველი მოღვაწეების ციტატებს გადავიღებ და ვეცდები რომ ეს ციტატები დავპოსტო TikTok-ზე, ისე რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახოს და ძალიან ბევრი მოწონება დაიმსახუროს. ეს ვიდეო ძალიან დიდი ხნის მერე დაიდება. შეიძლება ნავი მანამდე ავიყვანო 1000 გამომწერამდეც კი, თუ 1000 გამომწერზე ავიყვანე, საერთოდ გავათამაშებ, იმიტომ რომ დაახლოებით 3-4 კვირაში იდება ეს ვიდეო. და მოკლედ ეს ნავის სახელი და ნავის აკაუნტი შეიძლება გახდეს თქვენი. იმედია მართლა ასეთი კარგი შედეგი გვექნება. თუ არა და ჩვეულებრივად დავიკიდებთ და წავშლი საერთოდ. უნდა ვიპოვო ისეთი ციტატები, რომელიც მართლა მოიგებს ადამიანის გულს. TikTok-ზე და საერთოდ სოციალურ ქსელებზე ფასდება ისეთი რაღაცა, რომელიც ასე ვთქვათ რელევანტურია. ეგ იმას ნიშნავს, რომ თქვენც, თქვენი მეგობრებიც, თქვენი მეზობლებიც, დედმამიშვილები, მამა, დედა, ბებია, ყველამ შეიძლება თავისი თავი მცირედად მაინც დაინახოს ვიდეოში და ეს დაეხმარება ვიდეოს რომ გავარდეს მეტ ადამიანზე. რაც უფრო მეტი ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს, გამოიწვევს მით მეტ ემოციას, რაც გამოიწვევს მით მეტ ლაიქს, რაც გამოიწვევს მით მეტ გაზიარებას, რაც გამოიწვევს მით მეტ აუდიტორიას. ხო? კიდე რა?
რა მეტი არაფერი, ეგეთი ამბავია ჯერჯერობით რა. დიდი ალბათობით ციტატები უკვე ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. მეტი აღარ დამჭირდება. არ მინდა ძალიან შევყარო ბევრი ვიდეო ერთდროულად, ცოტა ვიდეოს ავტვირთავ და ვეცდები რომ ძალიან ხარისხიანად იყოს გადაღებული. მაგრამ სახეც ხო არ მინდა რომ გამოჩნდეს, მაგრამ ამავდროულად სილუეტი მინიმუმ მინდა რომ გამოჩნდეს. და რა შეიძლება გავაკეთო? რაღაცა ისე გამოდის, ამ კამერაში უკეთესად გამოდის, ვიდრე ტელეფონის კამერაში. ტელეფონის კამერაში ძალიან ცუდად ჩანს. და არ ვიცი რა გავაკეთო მაგაზე. ხო, ვითოქში აქ ცოტა გამოშველი, მეორე შუქი დამჭირდა, ეს აქედან მომიწია და ნახოთ რა გამოგვივა. ეხლა დავიწყებ გადაღებას და მედია კარგი ვიდეო გამოგვივა. ფიქრობ რომ ძალიან უჩვეულო ექსპერიმენტი იქნება, მით უმეტეს საქართველოში. ამიტომ, რა ვიცი, საინტერესო იქნება რა გამოგვივა. კაი, კიდე რა ჯანდაბა მინდა რო ვთქვა. ბევრი ცანცარი აღარ გვინდა და დავიწყოთ უშუალოდ ვიდეოს გადაღება. გონია რომ კაი ვიდეო უნდა გამოვიდეს. იმიტომ რომ ხარისხით მართლა კმაყოფილი ვარ, რაც შევძებით. ცოტა რთული კადრია გადასაღებად. ასე ვთქვით. ნახეთ. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი არის ასეთი. ტელეფონიდან უნდა გადავუყანოთ ვიდეოები აქ, რომ დავამონტაჟო და ნახოთ, კარგი უნდა გამოვიდეს წესით. ვიდეოს შემდეგი ეტაპი დაიწყო, უკვე ყველაფერი აქ მაქვს. ეხლა ერთადერთი მჭირდება მიკროფონი. კარგად გამოჩნდეს ჩვენი ხმა. და გამოვიყენებ რა თქმა უნდა CapCut-ს. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ გვაქვს. სამშობლო უფრო მეტად გაჭიროება და ტკივილია, ვიდრე დაალხინება და დღესასწაული. ნოდარ დუმბაძის სიტყვები. სამშობლო უფრო მეტად გაჭიროება და ტკივილია. სამშობლო უფრო მეტად გაჭიროება და ტკივილია. სამშობლო უფრო მეტად გაჭიროება და ტკივილია. ვიდრე დაალხინება და დღესასწაული. ძალიან ძერსკია, კაი, ერთი მოვრჩეთ. იმის გარდა რომ ძალიან ცუთხიძე ვარ, მაქვს რამდენიმე კარგი ამბავი. უკვე დავამთავრე ყველანაირი ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ მართლა აჯანდაბა მინდა ამ ხიძე, არ ვიცი. ცოტა საშხიძე ვარ. მოკლედ, ნახოთ, ეხლა ავარჩიოთ ერთად თეგები. სასურველია რომ გამოვიყენო ისეთი თეგები, რომელიც მართლა აუდიტორიას ჩაწუდება გულზე. მოეთათუნება. უცნაური სიტყვა, რატო გამოვიყენე ეგ სიტყვა, არ ვიცი. ანუ ისეთი ტერმინოლოგია მჭირდება, რომელიც მართლა აფიქრებინებს ხალხს, რომ ეს ადამიანი რაღაცას ხვდება, რაღაცა ჩემნაირად ფიქრობს. ხო და მოდი გამოვიწერ მაგის არხს, YouTube არხზე. ეგ შენ ხარ? კაი, შენც გამოიწერე, არ არის პრობლემა. ვნახოთ ატვირთვის შემდეგ რა შედეგი მექნება. ან საერთოდ მექნება თუ არა რაიმე შედეგი. იქნებ უბრალოდ არხის წაშლა მიწევს და არც კი ვიცი. მაგრამ თქვენ ეს უკვე გეცოდინებათ მალე. არხის წაშლა არ მიწევს, მაგრამ ბევრიც არ უკლია. არ გამოგვივიდა ის რაც გვინდოდა და ძალიან წუხარ. არ ვიცი რა გავაკეთო. გულნატკენი ვარ, ვერ ავედით ჩვენ მიზნამდე. მაგრამ თავარია რომ ვცადეთ და ცდა არის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა თუ არა მერე მაინც გამოგვივა. ასე რომ თუ გინდათ რომ კიდე ერთხელ ცადო ეს ექსპერიმენტი და უფრო მეტი შრომა ჩავდო, ერთკვირიან ექსპერიმენტ ჩავატარებ, ამ შემთხვევაში გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ და ეგ არის მეყოფა. მადლობა რომ მიყურებდით და დროებით გამშვიდობებით. აბაი.